მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გეიმინგი და ეს არის თამაშების მობაილი. მოკლედ, დღეს ჩვენ უნდა გავტესტოთ ერთ-ერთი კარდი, რომელიც არის დაბალოვერალიანი და რა თქმა უნდა გუნდში არ დავიტოვებ, მაგრამ უნდა გავტესტო უბრალოდ, რომელიც არის პატრიკ ვიერა. ცენტრალური ნახევარმცველის კარდია ასეთი. 123 აქვს ფეისი, 112 დარტყმები, 151 პასები, 137 დრიბლინგი, 120 დიფენდინგი და 117 ფიზიკურობა. ასეთ ვერალიანი კარდი ცუდი ნამდვილად არ არის. მე ვიდეო ძალიან მომწონს. კარგი სტატებია და ცენტრალური ნახევარმცველისთვის შეტევითადაც და კაცთვისაც კარგია ძალიან ეს კარდი მომწონს. და ხო, დღეს უნდა გავტესტოთ ეს კარდი. მიქაუტაძე გუნდშია და ეს ფერდინანდი ამავინგა რა თქმა უნდა ავიღე უკვე საჩუქრებიდან, რომელიც მოგცა FC მობაილმა. ვიერას შემდეგ ახალ კარტს ნამდვილად გავტესტავ, რომელსაც ჯერ არ გეტყვით რომელი კარტია, მაგრამ დაგეგმილი მაქვს ერთ-ერთი კარტის გატესტვა. ისიც მეტა კარტია, დაბალოვერალიანი, მაგრამ ძალიან კარგი პერფორმანსის მქონე და ძალიან ისეთი კარგი კარტი. არა სტატებით, მაგრამ გეიმპლეით და პერფორმანსით ძალიან კაია ის კარტიც და ესეც ვიერას კარტიც მეტა კარტია. ჩემი აზრით პირადად და ახლა უკვე ვნახავ თუ როგორია ეს კარტი სინამდვილეში. My name is Derek Ray, positioned here on the commentary gantry, and sitting next to me, ready to give you all the analysis, is Stuart Robson. And we're fully convinced this game will live up to its billing. დაუწიოთ ხმა და ვნახოთ როგორი პერფორმანსი იქნება ჩვენს კარტს. და ამასობაში ვიერამ დაარტყა როგორც ჩანს. ცოტა ხნით ყურადღება გამეფანტა. ვანდერსარი, წინ გაგზავნა ბურთი. დივინტერი, ფაბრეგასის კარტი კარგია, უბრალოდ სუსტი ფეხის რეიტინგი აქვს 3, რაც არ მომწონს. ვიერა ვნახოთ რას იზავს. შეუშალა ხელი ვალვერდეს. კვარაცხელია მოიგო ორთაბრძოლა მეორე სართულზე, თუმცა გაუჭირდა ბურთის შენარჩუნება ჩემ ფეხბურთელებს. ამასობაში დელ პიერომ დაარტყა და გაიტანა კიდეც. ძალიან კაი კარტია დელ პიერო და ეს კარტი მით უმეტეს 111 ვერალიანი. ექსჩეინჯებიდან იყო მხოლოდ ეს კარტი შესაძლებელი რომ ააგეღო. როგორც ეს ამ მოთამაშემ აიღო და ძალიან კარგი იქნა. ვიერა ჯერჯერობით ცუდი არ არის. ვალვერდემ ჩააწოდა, დივინტერი კარგია. ვიერამ გრძელი გადაცემა ჩააწოდა, ზამბროტამ ჩაუჭრა. ვალვერდე, დივინტერი, ვიერა კლავ, ვიერა აქტიურია და ძალიან მომწონს. მიქაუტაძე, ცუდი პასი გააკეთა მიქაუტაძემ, კაფუ, ბეკენბაუერი, ფაბრეგასი, დელ პიერო წაიღო წინ ბურთი, თუმცა სონი შეაჩერა ზამბროტამ. ვიერა პასებს აკეთებს და ძალიან კარგად თამაშობს ჯერჯერობით ვიერა. პუსკასი დაარტყა ეს. დარტყმა იყო როგორც ჩანს და მოიგერია დონარუმა. ფაბრეგასმა ჩააწოდა, კვარაცხელიამ გამოიტანა. კარინჩა ბურთით კვარაცხელიეს გადააწოდა. კვარა ვნახოთ რას მოიფიქრებს, დაუბრუნა უკან კინმა გადააწოდა ვიერას, ვნახოთ რას იზავს ჩვენი ვიერა. კარგი პასი გააკეთა ძალიან და ვალვერდემ ვერ გაიტანა. ძალიან მიგურს არა და ვალვერდი ძალიან კაი კარტია. აქ რა თქმა უნდა ამას ვანდერსარი არ გაუშვებდა. არა და ვიერა ძალიან კარგად თამაშობს, მომწონს მე პირადად. ძალიან კარგი კარტია, ცუდი ნამდვილად არ არის. პუსკაში, სონი, ბეკენბაუერი, ვალვერდემ გადმოიტანა აქეთ. ბურთი, ფაბრეგასი გუნტერმა ართვა და ფაბრეგასისგან გადავიდა ბურთი. აქ ცუდად ითამაშა ნამდვილად.
ფაბრეგასმა მიხაუტაძე გააყოლა კინს, კინი ნახოთ რას მოიფიქრებს, გადააწოდებს თუ არა. კარგი გათამაშება იყო მიხაუტაძე, დაარტყა აცილა. სიტყვების გარეშე უბრალოდ მიხაუტაძე მაგ როგორ აცილა. ძალიან კარგ პოზიციაში იყო და ამიტომაც მომიწევს რომ შევცვალო ჩემი სტრაიკერი. ამასობაში რობერტო კარლოსი კარგად დაიძრა წინ. ვალვერდე აქ პას მეორე გოლი. არა ვერ გაიტანა პუშკაშმა. არა მიაშეხებია ბურთს. რა? ვიერა. ვალვერდე წინ მიდის კარგად, დაუბრუნა გუნტერს უკან. გიუნტერს უბრალოდ კარგი გათამაშება რაითი არ დაარტყა შორიდან დაუბრუნა ვიერას, ვიერა წავიდა დაარტყა შორიდან და გაიტანა. პატრიკ ვიერა ათანაბრებს ანგარიშს, კარგი ქარდია როგორ ჩანს, ძალიან მომწონს მე პირადად უკვე. ნამდვილად ცუდი არ არის. მიდიოდა რაითი გადააწოდა უკან ვიერას, ვიერა დაარტყა მარცხენათი და შეაგდო. თვითონ ვანდერსარმაც კი ვერ აიღო ეს ბურთი, კარგი იყო ნამდვილად ძლიერი დარტყმა ისეთი არ იყო, მაგრამ ზუსტი და გამოზომილი. ძალიან კარგი ქარდია, როგორც ხედავთ, ოვერალს უფრო მეტად მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სულ რაღაც 101 ოვერიანი ქარდია, რომელიც ძალიან დაბალი ოვერალია ახლა. ინტერნეტი გაჭედა. ბოდიშკირის მეგობრებო, ამ ხარვეზისათვის თამაში მიდის მაინც. თუმცა მიწერს რომ ინტერნეტი ჭედავს, იმედია. ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, ვიერა ახლა დაცვაში ჩამოვიდა და ნახოთ რას იზავს ამასობაში პუშკაშზე გადაცემა და ნახოთ ჩემი ცველები რა თქმა უნდა გამოიტანენ. კვარაცხელია მოიგო ორთაბრძოლა, ვალვერდე ინტერნეტის პრობლემისათვის ბოდიში ხდით და დასრულდა თამაში ფრედ 1-1 და მოდი შევამოწმოთ ვის აქვს ყველაზე მაღალი შეფასება და ვის თუ არა პატრიკ ვიერა რა მნიშვნელობა აქვს. შევხედოთ, საუკეთესო ფეხბურთელი გახდა პატრიკ ვიერა. ვაუ, ძალიან კარგი პერფორმანსი ჩემი ამ ქარდისაგან. მოკლედ მეგობრებო, როგორც ხედავთ უკვე ძალიან მაგარი ქარდია. F2P პლეიერებისთვისაა, რომელიც თამაშობენ ისე რომ ფულს არ ხარჯავენ ამ თამაშზე. ძალიან მომწონს მე ეს ქარდი, მე პირადად ფიზიკურობაც კარგი აქვს, დაცვაც კარგი აქვს, დრიბლინგიც კარგი აქვს, პასებიც კარგი აქვს. ყველა სტატი ძალიან კარგი აქვს, სიმაღლეც კარგი აქვს, სტამინა ძალიან კარგი აქვს, სკიმოვებიც აქვს კარგი, ასევე სუსტი ფეხის რეიტინგი ძალიან კარგი აქვს, რეიტები, power header-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერად ურყავს თავის ბურთს, leadership trait-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის ფეხბურთელებს ანუ ჩემს ქარდებს ამხნევებს და უფრო მეტად მატებს შემართებას და solid player, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ არ არის ტრამვირებული, ხო? ტრამვირებული არ არის ეს ფეხბურთელი, ხშირად ეს რა თქმა უნდა არ გამომადგება ვიერასთვის FC Mobile-ში, რადგან FC Mobile-ში ჯერჯერობით ტრამვები არ ჩაუმატებიათ. მაგრამ მაინც კარგია ეს ყველაფერი, ძალიან მომწონს ეს კარტი, როგორც ხედავთ, ძალიან კარგი პერფორმანსი ჰქონდა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოვერალს მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომაც გამოიყენეთ ეს კარტები, თუ გინდათ რომ კარგად ითამაშოს თქვენმა გუნდმა. მენეჯერის რეჟიმში ეს კარტი კარგი იყო, როგორც ხედავთ. ჰიტ-თუ-ჰიტში შეიძლება ცუდი იყოს, უფრო მეტად, მაგრამ მაინც კარგი კარტია. შეუძლია რომ დომინანტი იყოს ნახევარდაცვაში და ასევე აკონტროლოს ბურთი ძალიან კარგად, ისევე როგორც ინიესტა. ახლა კი მეგობრებო,
მე უკვე გემშვიდობებით, ჩვენ შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგად.